რეაბილიტაცია. აღიარებითი ჩვენება, რომელიც ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა, პატრიკ დაუნი აცხადებს, რომ ამერიკის სპეცსამსახურების ყოფილი წევრია. ინფორმაცია კი, რომელსაც ის ფლობს, ქართველი და ამერიკელი ხელისუფლებების არაკანონიერ ქმედებებს ეხება. უცხოელი სპეციალურ ვიდეო მიმართვასაც ავრცელებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი 2007-2008 წლებში საკუთარ ოპონენტებსა და ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს კანონის გვერდისავლით ამერიკის სპეცსამსახურის თანამშრომლების დახმარებით უსმენდა. გავრცელებულ ინფორმაციას კი ხელისუფლება მორიგ სისულელეს უწოდებს. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანა მსგავსი რამ არ უყვირს. კონსერვატორები კი გეგმავენ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის გამოძიება სამართალდამცველებს თხოვონ. იყო თუ არა ვინმესთვის სიახლე მოსმენებზე გამოქვეყნებული პირველი აღიარება ნახეთ ანა ბროლაძის სიუჟეტში. საქართველოს პრეზიდენტსა და ამერიკის ხელისუფლებას უკანონო ქმედებებში ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსანი პატრიკ დაუნი ადანაშაულებს. სწორედ ამ სტატუსით არის ის მოხსენიებული ინტერნეტ გვერდებზე, სადაც მისი ვიდეო მიმართვა ქვეყნდება. პატრიკ დაუნი პოლიტიკურ თავშესაფარს ამჟამად ირლანდიაში ითხოვს. მე ვარ პატრიკ დაუნი, შეერთებული შტატების ყოფილი მაღალჩინოსანი. ვაცხადებ, რომ შტატების სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი ვილიამ ფრეზი ჩართული იყო ამერიკის დაზვერვის უკანონო საქმიანობებში. სწორედ დაზვერვის სამსახურის დაფინანსებით საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში დაამონტაჟა მოსასმენი აპარატურები. მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში განსაკუთრებით მისი ოპონენტებისა და საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის მოსმენა იყო. კარგით რა, ძალიან გთხოვთ, ახლა მე იმედი მაქვს, რომ თქვენს ტელევიზიაში მუშაობენ პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც გაცილებით უკეთესი საქმეების კეთება შეუძლიათ, ვიდრე გარკვეულ ჯორებზე რეაგირება. რაღაცა აპატიეთ, მაგრამ რაღაც აბსურდული ბრალდებებზე სიტყვით კომენტარებს მთხოვთ და თუ ეს ეხება პოლიტიკურ ორგანიზაციებს, მე ნამდვილად გამორიცხულად მიმაჩნია და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მარტო საქართველოს ფენომენი, რომ სადღაც უსმენენ საჭიროების შემთხვევაში ტელეფონს, თქვა სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ოპერატიული ინფორმაციისთვის, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი პრაქტიკაა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს საყოველთაო, არ უნდა იყოს ყველასთვის, უნდა იყოს კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც კანონი ამას ითვალისწინებს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამსახურები სწორედ ამგვარად მოქმედება. საპარლამენტო უმრავლესობაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდობიან და ამბობენ, რომ ხელისუფლება სატელეფონო მოსმენას მხოლოდ სასამართლოს ნებართვით ახორციელებს და ისიც იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი, რომ საფრთხე ემუქრება ქვეყნის ინტერესებსა და უსაფრთხოებას. ყოფილი თანაგუნდელებისგან განსხვავებით პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ყველა მნიშვნელოვან პერსონაჟს უსმენს. ის რომ არა მარტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს უსმენდნენ, არამედ პირადად ჩემი ტელეფონიც ისმინებოდა. ამასთან დაკავშირებით მე ესე ვთქვათ, საკმაოდ მწვავე რეაქცია არაერთხელ გამომიხატავს პრეზიდენტის და არა მარტო პრეზიდენტის თანდასწრებით და მიმართ. ინგლისის ელჩთან ვიყავი ერთხელ სადილად და დასაწყისში ამ ამბების და აღშფოთებელმა უთხარი, ის მეთქი ეჭვი მაქვს, რომ ჩემ ტელეფონს უსმენენ მეთქი და მოკოდა სიცილით, ჩემ ტელეფონსაც უსმენენ რა მოხდა. მან იმ მომენტში იხუმრა რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ხუმრობა იცით როგორი იყო, რა ხო ვიცით და რამე ახალი მითხარი. ოპოზიციისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გარდა სტატიაში საუბარია ქართულ ბიზნესმენებზეც, რომელთაც პატრიკ დაუნის განცხადებით ხელისუფლება არანაკლები ინტერესით აკონტროლებდა. დაუნი აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2007 წელს მოსასმენი აპარატურა ოპონენტების მოსასმენად შემოიტანა, რათა სცოდნოდა მათი ყველა ქმედება. აპარატებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სადაზვერვო სამსახურები მათ ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდნენ. სააკაშვილი განსაკუთრებით დიდი ინტერესით ბიზნესმენთა ფედერაციის ხელმძღვანელსა და იქაურ თანამშრომლებს უსმენდა. წერს გამოცემა One World Scam News-ი. გაგახსენებ ამერიკის პრეზიდენტის იმპიჩმენტს, როცა მოსმენისათვის მას დაატოვებინეს პრეზიდენტის პოსტი. ბიზნესმენებს რატომ უდავს? რომელ ბიზნესმენებს გააჩნიათ? თავის ბიზნესმენებს, ანუ ნომენკლატურულ ბიზნესმენებს. ალბათ არც უსმენენ, ან თუ რამეს იეჭვენებენ. და დამოუკიდებელი ბიზნესმენებს ყველას უსმენენ, ალბათ დარწმუნებული ვარ მეტნაკლებად. ვფიქრობ, რომ როგორც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს პრესაში გამოქვეყნებულ მასალებზე, უნდა აღიზრას სიცხლის სამართლის საქმე, როცა შეიცვალოს დანაშაულის ნიშნებს და ჩვენ აუცილებლად მივმართავთ შეკითხვით საქართველოს პროკურატურას ამ მოთხოვნით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდეს გამოძიება. გავრცელებული ინფორმაცია ოპოზიციისთვის სიახლე არ ყოფილა. ამბობენ, რომ ეს იყო პირველი საჯარო აღიარება იმისა, რაც თვითოულმაც კარგად იცის. ოპოზიციური პარტიების ლიდერები რამდენიმე წლის წინ მომხდარ შემთხვევასაც იხსენებენ. კონსერვატიულმა პარტიამ საქართველოს გზამდა ახალი მემარჯვენეების რაიონულმა ფრთამ საკუთარ ოფისში დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა. თუმცა საქმე გამოძიებული დღემდე არაა. ეკონომიკისა და მდგრადი